მიკროავტობუსებს მგზავრების გადაყვანის უფლება მერიის ტენდერის დაკმაყოფილების შემთხვევაში ექნება. ტენდერში მონაწილეობა კი ნებისმიერ სუბიექტს შეეძლება. მთავარი მოთხოვნა სამარშრუტო ხაზების შესაბამისი რაოდენობის მიკროავტობუსებით დაკმაყოფილება და ევროპულ სტანდარტთან მიახლოება იქნება. კონკურსის მიზანი მგზავრების უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებაა. სატენდერო კომისიას თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები, ასევე თბილისის საკრებულოს ნაციონალური და ოპოზიციური პარტიების დეპუტატები წარმოადგენენ. ტენდერის გამარჯვებულ კომპანიას მძღოლების დასაქმება ევალება. ახალი, ესე ვთქვათ, ტენდერის დასრულების და სრულფასოვანი ამოქმედების შემდეგ დაახლოებით 1000-მდე დამატებითი სამუშაო ადგილი შეიქმნება ამ სფეროში. სატრანსპორტო შეღავათები დღეს ვრცელდება მხოლოდ და მხოლოდ მეტროპოლიტენსა და ავტობუსებზე. ამ ახალი სისტემის ამოქმედების შემდეგ სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის შეღავათის სისტემა გავრცელდება ასევე სამარშრუტო გადამზიდავებზე. მე ხვალ ალბათ მოვაწყობ ღონისძიება, სადაც ყველა დღეს თბილისში არსებულ გადამზიდავს ვთხოვრო შევხვდეთ და ცალკე მათთვის გავაკეთებ პრეზენტაციას იმ მოთხოვნების, რომელიც აყენებულია თბილისის მერიის მხრიდან. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ბრძოლები, რომლებიც ამ ბიზნესს ეწევიან და ეს არის საკმაოდ ბევრი ათასობით ადამიანი, რომლებიც არჩევს ოჯახს, აი ამ კონკურსის შემდგომ კვლავ დარჩნენ სამუშაოდ მფლობელები.